მანქანით 3 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალური სავარძლის გარეშე გადაადგილებაზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. კანონის გამკაცრებას არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. ტრანსპორტის და გზების ასოციაცია საკუთარ ინიციატივას ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკითაც ამყარებს და ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალურ კამპანიას იწყებს. კანონის შეცვლის აუცილებლობაზე პარლამენტშიც საუბრობენ. ახალგაზრდა დედა 2 წლის საბას უსაფრთხოების დასაცავად მანქანაში სპეციალურ სავარძელს იყენებს. სავარძლის შეძენამდე ყოველი მგზავრობისას შიშობდა, რომ ბავშვი რაიმე სახის დაზიანებას მიიღებდა. ანაყიფიანს უსაფრთხოების გასაძლიერებლად უკანა კარებიც დაბლოკილი აქვს და ბავშვებს მის გარეშე ფანჯრის ჩაწევაც კი არ შეუძლიათ. 1-2 ისეთი შემთხვევა იყო, ძალიან ხტუნაობდა, არ ჩერდებოდა, არ ჯდებოდა და მეც უკვე მეშლებოდა ხელი, რომ საჭე სწორად მემართა. გადავწყვიტე, რომ შემეძინა ეს სავარძელი, რომელიც აბსოლუტურად მიცავს რისკის რომ ისეთი არ მოხდეს. ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლის მოსწავლეებთან ერთად აქცია პერფორმანსი მოაწყო, სადაც ქვეითებს და მძღოლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს. კანონში ჩანაწერი, რომ 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ კალთაში ჩაისვათ, არის პირდაპირ მკვლელი, მუხლი ჩვენი შვილების. ასეთი რამ არ წერია არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და ეს არის მთლიანად არაჰუმანური მუხლი. ამიტომ მოვითხოვთ სპეცსავარძლების დაკანონებას, ბაღებში და სკოლებში შესაბამისი განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. მოძრაობის წესებს ყავს 3 მონაწილე, ეს არის მძღოლი, ქვეითი, მგზავრი. 3-ის თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა და ამის აღსრულებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციასა და მთლის ზოგადად მთავრობას. ჩვენ უნდა გავიაზროთ, ეს არის ჩვენი ქვეყანა და როგორც ოჯახში ვამყარებთ ჩვენ თვითონ წესრიგს, ასევე ჩვენ თვითონ გზებზე და საერთოდ გარემოში და სივრცეში დავამყაროთ წესრიგი. მოვუწოდებ ყველა მასწავლებელს, ყველა მშობელს, რომ ვასწავლოთ ბავშვებს საგზაო მოძრაობის წესები, ზებრის დანიშნულება. კანონის აღსრულების არარსებობაზე საუბრობენ ოპოზიციონერი დეპუტატები. განათლების კომიტეტის თავმჯდომარეც თვლის, რომ ამ კუთხით პარლამენტს სამუშაო კიდევ ბევრი აქვს, რათა უსაფრთხოების ნორმების დასაცავად საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. ბავშვები, რომელთაც სვამენ წინასკამზე, მძღოლის გვერდით, სადაც აირბეგის გახსნამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ამასთან მიმართებაში აუცილებელია კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სამართალმცავმა უწყებამ. მე სიამოვნებით მოვისმენ დამატებით წინადადებებს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ასევე ახსრულების მექანიზმის გაუმჯობესებასთან და ეფექტურობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ბავშვთა განათლების სასკოლო პროგრამებში ბევრად უფრო მეტი ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სამუშაო. სტატისტიკის თანახმად ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2500-ზე მეტმა ბავშვმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, მათგან 70 გარდაიცვალა.